უბედური შემთხვევა რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან 2 წლის ბავშვი გადავარდა. შემთხვევა მე-19 მიკრორაიონში მოხდა. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე. ის კლინიკაში მაშინვე გადაიყვანეს და უტარდებოდა სასწრაფო ოპერაცია. რა ხდება ახლა რუსთავის კლინიკაში? ირაკლი ბახტაძე გვიერთდება პირდაპირ ეთერში და ის მოგვაწვდის ბოლო ინფორმაციას. თამა, რამდენიმე წუთის წინ გახდა ოჯახის ახლობლებისთვის და ბავშვის მშობლებისათვის ის ინფორმაცია ცნობილი, რომ ბავშვი რამდენიმე წუთის წინ გარდაიცვალა. ჩვენი ინფორმაციით ბავშვს უტარდებოდა ოპერაცია, რის შედეგადაც მან ვერ შეძლო ოპერაციის გადატანა და შესაბამისად ის გარდაიცვალა. როგორც თვითმხილველები ჩვენთან საუბარში ყვებიან, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა, როდესაც ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის აივანზე გავიდა, რომელსაც მოაჯირი არ ჰქონდა და ის მე-7 სართულიდან გადმოვარდა. შემთხვევის ადგილას რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ პოლიციის წარმომადგენლები და ასევე სამედიცინო დაწესებულების პერსონალი, რომლებმაც ბავშვი კლინიკაში გადმოიყვანეს, თუმცა როგორც უკვე გითხარით, ოპერაციის შედეგად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი მშობლებისათვის, რომ ბავშვი გარდაიცვალა. რაიონიდან გადმოვარდა. რამდენი წლის არის? 3 წელს ამბობენ. ახალი გადმოსულები ყოფილან და არ ვიცი. მობილო ოპერაცია შეერთებულია მძიმე არის. გოძესა და ბაზარში ცხოვრობენ მე-7-ზე. ის საათებში იყო ხმაური, როგორ არ გავიგეთ, ყველამ გავიგეთ, მაგრამ რა მოხდა, როგორ მოხდა, პატარა ბავშვი იყო და გადავარდა და იქ სახლში იყვნენ მშობლები. რომელი სართულიდან გადმოვარდა? მე-7. მოაჯირი არ აქვს აივანზე და გასულა და ეთყობა ამ სველო იმაზე აცურდა და არ ვიცი. როგორც უკვე გითხარით, მოზარდი, რომელიც რამდენიმე საათის წინ საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა და ამის შესახებ მშობლებმა რამდენიმე წუთის წინ შეიტყვეს.